მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მეცაც გეტყვი მეორედ გრძელდება და დასკვნით ნაწილზე გადავედით, მესამე ნაწილზე. რა თქმა უნდა, იგივე, ასე ვთქვათ, თემატურად იგივე ჩაშლილი, ჯერ დავიწყებთ ზოგადად MMA-ზე კითხვებით, შემდეგ გადავალთ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებულ კითხვებზე, შემდეგ სპორტის სხვა სახეობებზე და ბოლოს პირადად ჩემთან მიმართებაში დასმულ კითხვებზე. MMA-ს გარეთ, ანუ MMA-ს მიღმა კითხვები ამჯერადაც არ გვაქვს. დავიწყეთ ზოგადად MMA. ანტონიო ბლანკო 9 გვეკითხება პრაიმ ტონი ფერგუსონზე რო გვესაუბრო, ცოტა მე მგონი ის წაგებები რომ მოვაშოროთ, უდიდესი ეპოქა შექმნა და მაინც ბევრს გვჯერა რომ ჰაბიბს მოუგებდა ამ ბრძოლაზე ცოტა გვესაუბრე, შენი აზრით ძალიან მაინტერესებს ამ ორის არ ჩატარებულ შეხვედრაზე. ხო, ნუ პრაიმ ტონი, მართლა ტონი ფერგუსონი მართლა უდიდესი სპორტსმენი იყო, ძალიან დიდი სპორტსმენი იყო, უდიდესობას, აი ის ფაქტი რომ ჩემპიონი ვერ გახდა, რა თქმა უნდა, ბევრის თვალში რა ზოგადად, რა თქმა უნდა, დააკლდა ძალიან, ეხლა სხვა იქნებოდა, თუნდაც იგივე ბრძოლები ქონოდა, მაგრამ რაღაც ერთ-ერთი ბრძოლა მაგალითად რომელიც მოიგო ყოფილიყო საჩემპიონო და ჩემპიონის გამრით დაესრულებინა კარიერა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო აიწევდა მისი, ისე ვთქვათ, ფასი, მაგრამ უდიდესი მებრძოლი იყო, რა თქმა უნდა. ის ბოლო წაგებებს მეც არ ვაქცევს, მართლა ყურადღებას, ასე წაგებები ბოლოს ანდერსონ სილვას რო ქონდა, ის უნდა გენახათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ბუნებრივია ხა კარიერულად და ზოგადად რეკორდის კუთხით ეს უშლის, მაგრამ ვინცაც ესმის MMA ის ხვდება, რომ ის წაგებები, იქ უკვე ტონი ფერგუსონი აღარ იყო. რა შეეხება აი ხაბიბთან ბრძოლას, აქ რა ვიცი, მე მაინც გონია რომ ხაბიბს ვერ მოუგებდა, არ მოგატყობთ. მაგრამ ერთი რასაც მოახერხებდა ჩემი აზრით, შეიხსენეთ რომ ხაბიბი ისე დაასრულა კარიერა, რომ სისხლი არ წამოსვლია. საერთოდ ერთ-ერთი ის რაზეც მისი კომაგები აპელირებენ და მისი დიადეს ხაზს უსმევენ, ეს ფაქტორია, რომ მას სისხლი არ წამოსვლია. მე ვფიქრობ, რომ ხაბიბთან, ხაბიბ ტონი რო შემდგარი იყო, იქნებოდა სასწაული ბრძოლა, იქნებოდა საკმაოდ სისხლიანი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ხაბიბსაც ექნებოდა ზიანი და არაერთი შეიძლება უფრო მეტი ზიანიც ქონოდა ვიდრე ტონის. ვფიქრობ ასევე იმას, რომ ხაბიბი ვერ დააფინიშებდა მას, ვერ დაასაბმითებდა, მაგრამ აი 5 რაუნდიანი იქნებოდა ეს ბრძოლა, მაგრამ 5 რაუნდიან ბრძოლაში საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებით ჩემი აზრით ხაბიბს დარჩებოდა გამარჯვება, იმიტომ რომ დომინაციას მასზე მაინც მე ვფიქრობ ტონი მათი უნარების გათვალისწინებით ვერ შეძლებდა. მოკლედ, ჩემი აზრით თქვენავად გაგაწმიდებთ და ვთვლი რომ ხაბიბს ვერ მოუგებდა ტონი ფერგუსონი, მაგრამ აი მაგრად აწვალებდა რა, სერიოზული ჭუბი იქნებოდა, სერიოზულ წინადადებას გაუწევდა და ფიქრობ ზიანსაც, აი თათის დაუზიანებელს ხაბიბი რო წავიდა ხაბიბი ასე არ მოხდებოდა. მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში ამ შეხვედრას რომ ჩატარებული იყო ეს შეხვედრა. შემდეგი კითხვა B ქვედატირე 18-11 გვეკითხება დრიკუსის გეგმა და მოქმედება ჩიმაევთან ბრძოლაში საეჭვო არასწორი მეცაც გეტყვით სულელური იყო, რას გეტყვით ამაზე. მე არ ვიცი საეჭვოზე რას გულისხმობთ, თუ გულისხმობთ იმას რომ რაღაცა შეგნებულად წააგო, შეგნებულად აიჩია ეს გეგმა რომ წაეგო, ამას გამოვრიცხავ ახლა რატო? ერთი წაგება თუ უნდა და სხვანაირად წააგებდა მაშინ. თვითონაც ცოტა უკეთესად რომ გამოჩენილიყო, ხო? უბრალოდ ვისაუბრე მე ამაზე სხვა ვიდეოებში, როცა ვსაუბრობდი და სხვა ლაივებზეც, რომ დრიკუსის გეგმა იმიტომ იყო ესეთი, რომ დრიკუს დუპლესისთვის ჩიმაევის ჭიდაობა და ზოგადად ასეთი ჭიდაობა, რომელიც ჩვენ კავკასიელები ამას ვიცნობთ, ბუნებრივია. აი დრიკუსისთვის იყო უცხო. სხვა შორის დრიკუსაც და მადალენასაც თავარი პრობლემა იყო ის, რომ აი თუ დააკვირდებით მათ ბრძოლებს ამ შესაბამისად ჩიმაევთან და ისლამთან, პირველი რაუნდის შემდეგ სხვანაირი სახით გამოდიან. პირველ რაუნდში აღმოაჩინეს, რომ არსებობს ასეთი ჭიდაობა, რომელიც მათ სავარაუდოდ ვერ წარმოედგინათ. და ვფიქრობ, თავარი პრობლემა ეს იყო. ანუ გეგმა იმით ჰქონდათ ასეთი, რომ ასეთ ჭიდაობასთან მათ მანამდე შეხება არ ქონიათ. მე ასე მგონია. და რა თქმა უნდა სულელური იყო ეს გეგმა, მაგრამ იმიტომ რომ რასთან ქონდათ საქმე, რასთან უნდა ქონოდათ საქმე, ეს არ იცოდნენ უბრალოდ რა. ასეთი რამ თუ შესაძლებელი იყო, არ იცოდნენ. სხვა შორის, აი თუ გახსოვთ, ახალგაზრდა მექსიკელი მებრძოლი ახლახან რომ იბრძოლა და რომ ილია რაშოშია და ალექსანდრე თოფურია რომ გამოიწვია, ახლა უძებნის სხვადასხვა სახელი
დამავიწყდა მაგ ბიჭის 21 წლის მექსიკელმა მებრძოლმა გამოიწვია დიდი სამბით ალექსანდრე თოფურია და დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა. შეცდომა რა, შეცდომა არ გამოვა, იმიტომ რომ ალბათ არ შეხვდება ალექსანდრე, არ ჭირდება ალექსანდრეს პასთან მისი მოგება ალექსანდრისთვის ადგილის ტკეპნა. აი იგივე შეცდომას უშვებს ის ბიჭიც, ეს არის იბანოლ როდრიგესი, კი ბატონო. არა, სანტიაგო ლუნა, ბოდიში, სანტიაგო ლუნამ გამოიწვია ალექსანდრე თოფურია. აი იგივე ელოდება. კაი ბიჭია, ხო, გრებლინგიც კარგად იცის, მაგრამ არ იცის უბრალოდ რა ჭიდაობასთან ექნება საქმე ალექსანდრეს უშვეხდეს. აი ეს არის და აი იგივე შეცდომა იყო ჩემი აზრით დაშვებული. შეცდომა რა, როგორც სანტიაგო ლუნასაც ვერ წარმოუდგენია და არის აქედან ამ გადმოსახედიდან ფიქრობს რომ წინააღმდეგობას გაუწევს ალექსანდრე თოფურიას მიწაზე. ვერ გაუწევს წინააღმდეგობას. აღმოაჩენს პირველი რაუნდი სანტიაგო ლუნა რომ თურმე ეს უცხო ჭიდაობაა. აი დაახლოებით ასეთმა ფაქტორმა იმუშავა დიდი პის შემთხვევაშიც და იგივე მადალენას შემთხვევაშიც. უბრალოდ მათ ნახეს რომ ეს თურმე ჭიდაობა სხვა რამეა. ხო, არ ვიცი, რამდენად სრულყოფილად გავეცი ამ კითხვას პასუხი. მოკლედ ის რომ საეჭვოდ არასწორში თუ გულისხმობთ იმას რომ შეგნებულად აირჩია ეს ტაქტიკა რომ წაეგონ, მე ამას გამოვრიცხავ სიმართლე გითხრათ. შემდეგი კითხვა, საბა მეგრელიშვილი 11. მე მაქვს ერთი ასეთი თეორია, ადრე მახსოვს Fight Night Live-შიც დავწერე და ახლა უფრო ცლად თუ განიხილავთ, მეცაც გეტყვიჩი. თუ განიხილავთ, კარგი იქნება. ჯუდოდან რომ გადმოიღოს MMA შიდოები, ანუ პასიურ ჩხუბზე, მაგალითად ასევე არალეგალურ დარტყმებზე გაფრთხილება და სიტყვაზე სამ გაფრთხილებაზე ქულის დაკლება. მაგრამ არალეგალური დარტყმისას რეფერიმ აუცილებლად ექიმის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და არა მებრძოლის თუ დართავს ექიმინებას გაგრძელებას იყოს გაფრთხილება, ანუ შედარებით მსუბუქ შემთხვევებში. ასევე არასანიტესო ჩხუბებიც ნაკლები იქნება, მხოლოდ ზემოდან წოლა და კონტროლის შემთხვევაში მიიღებს გაფრთხილებას, ასევე ფეხზე დგომისა და არაფრის კეთების დროსაც. თქვენი აზრიც მაინტერესებს, რა სიტყვით ამაზე, ან შეცვლით თუ არა რამეს რამდენად მეთანხმებით. სხვა შორის საკმაოდ საინტერესოა ეს თქვენი მოსაზრება. პრინციპში იგივე შიდოების თემა, შიდოს ანალოგების, ხა შიდო ალბათ MMA-ში არ ერქმება და სხვა რამეს არ ერქმება, მაგრამ ზოგადად შეიძლება ასეთი რაღაც მოფიქრო. რატომაც არა? ყოველ შემთხვევაში ადრე თუ გიან ეს რომ შემოიღო რაღაცა მსგავსი, ხა ერთ-ერთში ასეთი არ არა, რა თქმა უნდა, ალბათ, მაგრამ რაღაცა მსგავსი პრინციპები რომ შემოიღონ, სულ არის ეს აზრს მოკლებული. ყოველ შემთხვევაში, ხო, იმაში 100%-ით მოყვებით და მეც არაერთხელ მithქვამს სხვათა შორის ეს მოსაზრება, რომ ზოგადად გაგრძელება არ გაგრძელებაზე სადაც ექიმის ჩარების გარეშე და საერთოდ პირველი მთავარი რეკომენდაცია უნდა მოდიოს ექიმისგან რა. ჯერ ეს დაიცავს მებრძოლებსაც რეპუტაციულად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მებრძოლი ვერ აგრძელებს და ამის გამო მეტელი ბულინგი მიდის მებრძოლზე, ან იმიტომ რომ ბულინგი არ წავიდეს, იზულებს ანაც არ შეუძლია ბრძოლა, მაგრამ მაინც აგრძელებს და საბოლოო ჯამში მე შეიძლება მაგის გამო წააგოს მებრძოლმა და მოხდეს ეს თქვენ საბოლოო ჯამში უსამართლობა ხდება. მეც ვფიქრობ რომ ზოგადად, არ ვიცი ხა რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი, რა თქმა უნდა, ეს ცალკე კითხვის თემა და ცალკე მსჯელობის თემა, მაგრამ ის რომ მებრძოლზე არ იყოს ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით სწორია. ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ცით რა, გარდა იმისა რომ მებრძოლი მსხვერპლია და მძევალი ხდება, თავისი რაღაცა იზულებული ხდება და რომ რაღაცა წავიდეს რაღაც რისკზე და მიიღოს ამითი აირიდოს ბულინგი, ზოგადად მეც ამიტომ მირჩევნია რომ ვინმე სხვა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და მებრძოლი ამ გადაწყვეტილებისგან თავისუფალი იყოს. ერთი დავანებოთ თავენ ბულინგს შეიძლება სულაც ხაბროებულია ხო, ადრენალინი აწვება ამ მებრძოლს და ვერ ხვდება რომ არ შეუძლია ბრძოლა. ფიქრობს რომ შეუძლია და ამიტომ იღებს ამ გადაწყვეტილებას და არა და ფაქტიურად ამ არალეგალურ დატყვის შემდეგ დახევარი ძალით იბძვის უკვე მებრძოლი. მე მგონი, რაც მეც ვფიქრობ რომ ეს ცოტა უსამართლო ხდება აქ და სპორტული მხარე ძალიან ზიანდება. მეც ვფიქრობ რომ ვინმე სხვა უნდა იყიდოს. ანუ ექიმის ჩარევი და ალბათ ექიმი, ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ეს ცოტა ისე უფრო ორგანიზებული სახე უნდა მიეცეს და რაღაცნაირად ასე უსამართლო შედეგებისგან დავიცვათ ყოველ შემთხვევაში ეს სპორტი. მოკლედ პრინციპში მოყვებით, რაც შეეხება აი პასიურ ჩხუბზე გაფრთხილება თუ არა, ყოველ შემთხვევაში მეც ვფიქრობ თუ არაფერს არ აკეთებს და თუ არაფერი არ ხდება, რაღაცნაირად
შეიძლება მართლა ფეხზე დავაბრუნოთ მებრძოლები. ან სხვათა შორის კიდე არის სხვა მოსაზრებაც, რომელმაც შეიძლება ასე ვთქვათ აგვარიდოს ეს სხვა შორის ახალ მომივიდა ეს თავში. მაგალითად პირიქით, ანუ კი არ ვაიძულოთ ზემოთყოფი მებრძოლი, რომელიც პასიურ კონტროლს ახორციელებს, რომ ის კი არ ვაიძულოთ, რომ მან რამე შეცვალოს. ქვედა ვაიძულოთ. ანუ როდესაც პასიურ კონტროლში ვარ, ქვემოთ აყავს მებრძოლი მოქცეული და ნუ ვერ აფინიშებს, მაგრამ ის ქვემოთაც ვერ დგება, ხო? აი იმ ქვემოთას ჩავურთოთ რაღაც დათვალ, რომ ვაიძულოთ ის ქვემოთა ვაიძულოთ, რომ რაღაცა გააქტიურდეს, იმიტომ ძალიან ხშირად აი ეს პასიური ბრძოლა არის არა ზედა მებრძოლის ბრძოლა, არა ქვედას ბრალი. რომ იცის რომ კეპაში არ დაარტყავენ აგედებს მაქსიმუმს იმის რომ არ დასაბმიტდეს, იცის რომ ფეხს თავში ან მუხს თავში არ დაარტყავს და ძალიან ხშირად ახლა მე მაყურებელი ამას შეიძლება ვერ ხვდება, მაგრამ ძალიან ხშირად ამ პასიური კონტროლის მიზეზი არა ის, ვინც ზემოდან არის და ვინც აკონტროლებს, არამედ ის, ვინც ქვემოდან არის. და ის ირჩევს ისეთ, ასე ვთქვათ, მოქმედებებს და ისეთ პასიურ დაცვას, რომ ბევრ საშუალებას არ აძლევს მეტოქეს, რომ ფინიში მოახერხოს და ნუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ აიძულებს რეფერის, რომ მოდი რა შენ აგვაყენე. ესეც არასწორია მე თუ გითხრა. რატომ წამოაყენოს ფეხზე? ხა დაგაგდე ხო? კი ბატონო ვერ გაფინიშებ რა. დაგაგდე რაღაცა პოზიტივი ხო გავაკეთე. რატომ აბრუნებ ფეხზე? რატომ მე მოვიპოვე ხო ეს პოზიცია? უკეთესი პოზიცია მოვიპოვე. რატომ აბრუნებ ფეხზე? ესეც არასწორია რო დაუკვირდე. მე ვფიქრობ რომ აქ შეიძლება ახლა ეს ახლა ამაზე კიდე ვიფიქრებ და უკვე სხვა ფორმატებზეც ვისაუბრებ და კიდე ამაზე ცალკე შეიძლება ვიდეო დავუთმა რა ერთ-ერთი გამოსავალი ამისი რომ უინტერესო ბრძოლები მოიპოვოს არის რომ არა ზემოთყოფი მებრძოლი ვაიძულოთ რაღაცებს შეცვალოს, არამედ პირიქით. ქვედა პოზიციაში ვინც არის კომფორტულად როჟდება რომ ნუ კი რაღაცა წავაგეთ მაინც ბუნიგი ამაზე წავა. ახლა ჩემზე რომ უინტერესოდ მომიგო ხო და ვერ დამაფინიშა და ასე შემდეგ. შეიძლება პირიქით რაღაცა ქულები აკლებოდეს აი იმ მებრძოლს, ვინც ქვემოთ არის. ან ქულები აკლებოდეს, ან რაღაც ცალკე ჩაურთოთ და სულაც რაღაც დონეზე თუ ქვემოთ ხარ და ვერ გამოდიხარ, საერთოდ ფინიში იყოს სულაც რა. რა 5 წუთი რომ ქვემოთ ყავხარ, იმდა და ვერაფერს ვერ აკეთებ. გასაგებია რომ ხა არ მაძლევ უფლებას რომ თავში ფეხი დაგარტყა, ხო? არ მაძლევ უფლებას რომ რაღაცა წამოვდგე და გირტყა სხვანაირად, ხო? კიდე მე მსჯირო რაღაც უინტერესოა. წაგაქციე ქვემოთ ხარ და რაღაც ყუსავი თავი ჩაყავი ბაქანში და მიიღე ესეთი პოზიციიდან კეფა მომიშვირე, იცი რომ კეფაში ვერ დაგარტყავ, ამის უფლებასაც არ მაძლევ. მე ვფიქრობ რომ პირიქით, უფრო ასე ვთქვათ, შედეგად უფრო მივიღებთ საინტერესო ბრძოლას, რატომ სამართლიანსაც, ხო? რატო არის სამართლიანი წაგაქციე და ზემოდან ვარ და კი ახლა დავუშვათ ვერ დაგაფინიშე, ისეთ სერიოზულად ვერ გაზიანებ და მაბრუნებთ ფეხზე, რატომ მაბრუნებ ფეხზე? მე ხო დავიმსახურე, მე თვითონ წაგაქციე, ხო? შენ ხო დაწიკი. ფაქტიურად რატო ეხმარები აი იმ ტიპს, ვინც ქვემოთ არის? თუ ვინმე რამე პოზიტიური დაიმსახურა, გასაგებია რომ დიდად მეც არ დავიმსახურე, იმიტომ რომ ზემოდან ბევრს ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ იმაზე მეტი ხო დავიმსახურე, კაცო. მე ხო წავაქციე ის და ზემოდან ვარ. და იმას რატო ეხმარებ? მოკლედ ძალიან საინტერესო თეორია, დიდი მადლობა საბა მეგრელიშვილს და სწორედ ვიფიქროთ ამაზე. ცალკე ვიდეო შეიძლება ამ თემებს დაუთმოთ და ზოგადად ამ თემაზე რაღაცა იდეებამდე შეიძლება მივიდეთ და ის კაცმაერთი შეიძლება მე-მეისაც მივაწოდოთ ეს იდეები და ყოველ შემთხვევაში რაღაცა რამდენიმენაირად შეიძლება ამის ასე გაუმჯობესება და ყოველ შემთხვევაში შემცირება მაინც ასეთ უინტერესო ბრძოლების. ფაქტია რომ დღეს რაც წაკეთებენ ეს ამას შედეგი არ მოაქვს, დღეს როგორც ცდილობენ ამას ებრძოლონ ეს შედეგი არ მოაქვს და ის კი არა რაც რო გადის უფრო და მეტი და მეტი უინტერესო ბრძოლები. უინტერესო რა, ნუ აი ესეთი ბრძოლები რომელიც იწვევს, ბევრს არ მოწონს, ესეთი რაღაცა ვიღებთ და ზიანდება ამით რეპუტაციულად ეს სპორტი. შემდეგი კითხვა, ნოდარიკო 22:08, რომელი მარცხი იყო რეალურად გამარჯვებაზე დიდი, მაგალითად ვინ უფრო გაიზარდა წაგების შემდეგ? საინტერესოა და აქვე მეორე კითხვასაც გვისვევს, თუ ალექს პერეირა გადავა მძიმე წონაში, იქაც შეძლებს ნოკაუტების სერიას. მოდი ჯერ პირველ კითხვას უპასუხოთ. მადლობა ნოდარიკოს კითხვისთვის. იცით რა, ბევრი მარცხია MMA-ში ისეთი, რომელმაც
ნუ გამარჯვებაზე დიდი არ ვიცი რა დავარქოთ, მაგრამ აი ეს თქვენ ამბობთ რომ უფრო გაიზარდა წაგების შემდეგ მებრძოლი, ძალიან ბევრია ესეთი უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანოთ და მოდი რო არ გაგვიგზელდეს ერთს გეტყვით ყველაზე ესეთი მე რაც მახსენდება და თან ყველაზე ესეთი რომელიც მარტივად შეგიძლიათ ნახოთ კიდევაც ეს ბრძოლა. ეს არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის ჟორჟ სენ-პიერის პირველი მარცხი კარიერაში, რომელიც მან იწვია მეტ ჰიუსისგან. სამჯერ შეხვდნენ შეეხეთ ესენი პირველ ბრძოლაში მარტივად მოუგო მეთიუსმა არმბარი გაუჭიმა ამის შემდეგ მეორე ბრძოლაშიც და მესამე ბრძოლაში სამივე ბრძოლაში იყო ფინიში რაც საინტერესოა სამივე ბრძოლა იყო სანახაობრივად ძალიან მაგარი არინანებთ თუ ნახავთ და იქ ნახავთ რამდენად გაიზარდა პირველი ბრძოლის შემდეგ ჟორჟ სენ-პიერი რომელიც უკვე ტალანტი იყო როცა ხვდებოდა მეთიუს და ჩემი აზრით აი დაუშვათ რომ ყოფილიყო იმ დროს რომ მეთიუსი არ ყოფილიყო ხო საერთოდ არ ყოფილიყო რაღაც მიზეზით დაინებებინა თავიანთ სხვა წონაში გადასულიყო რაღაცა და სენ-პიერი რო არ შეხვედოდა მეთიუს რო არ ყოლოდა ეს ოპონენტი ჩემი აზრით შეიძლება სენ-პიერი არ ყოფილიყო ისეთი დიადი როგორიც გახდა მე არ ვამბობ ჩემპიონი ალბათ მაინც გახდებოდა სენ-პიერი ალბათ უფრო მარტივად ვიდრე ისე გახდა მაგრამ ისეთი დიადი ჩემი აზრით სენ-პიერი არ ანუ იგივე ჩემპიონი თუ გახდებოდა და გახდებოდა აუცილებლად ალბათ დაკარგვითაც უფრო მალე დაკარგავდა და ყოველთვის ასეთი გოუთი მე მგონი არ იქნებოდა. ჩემი აზრით სენ-პიერის ყველაზე დიდი ზრდა და განვითარება, კიდევ ერთხელ გამოვიდა, უკვე ტალანტი იყო და უკვე ძალიან მაგარი მებრძოლი იყო პირველ ბრძოლაშიც რო ხდებოდა მეთიუს, მაგრამ ამ ბრძოლის შემდეგ ბევრად უფრო განვითარდა ჟორჟ სენ-პიერი. ასე რომ ყველაზე კარგი მაგალითი ეს არის. ჩემი აზრით ძალიან ძლიერი, აი გოუთი გარკვეულწილად სენ-პიერი გახადა სწორედ მეთიუსმა. და მათ შორის დაპირისპირება იყო თავარი, რამაც აი მოტივატორი, რამაც ძალიან გაზარდა, აი იმ დონემდე გაზარდა. ჩემი აზრით, რომ არ ყოფილიყო ეგ ბრძოლა, შეიძლება სენ-პიერს არც ქონოდა, ასე ვთქვათ, მოცემულობა და აუცილებლობა თავშიც არ მოსვლოდა, რომ მოდი, გავხდები საუკეთესო მოჭიდავე და სენ-პიერი გახდა ამის შემდეგ, რომელიც კარატედან მოდიოდა, რა ვიცი, მისი წამქცევი კარიერა ისე დაამთავრა არ იყო არავინ. თელემემეიში წარმოიდგინეთ. საუბრობთ ადამიანზე, რომელიც მოდიოდა კარატედან და კიკბოქსინგიდან. ხო და ძალიან დიდი ალბათობით თან ახლა მიწაზე მოუგო იქ, ხო? მეთიუსმა პირველი მარცხი კარიერაში მიწაზე იწვნია. სენ-პიერმა საერთოდ არც ეკნებოდა აუცილებლად და არც დაჭირდებოდა და არც დაიწყებდა თავის დახვეწას ამ გრეპლინგის დახვეწას. მოკლედ მე მგონი კარგი მაგალითი მოვიტანე ამის რომ კი პასუხია რა თქმა უნდა ძალიან ბევრია მოკლედ ასეთი მარცხი რომელიც აძლიერებს მებრძოლებს ამიტომ ჩამოთვლა ბევრს ძალიან შორს წაგვიყვანდა და ამიტომ ყველაზე ისეთი ცნობილი და ის მოვიყვანე მაგალითად აქვე რომ მეკითხებით თუ ალექს პერეირა გადავა მძიმე ზონაშიო ხო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს ვიდეო იწერე კითხვები დასმული იყო ასე ვთქვათ ჰოლოვეი ოლივეირას ივენთამდე UFC 326 სანამ ჩატარდებოდა ახლა უკვე ვიცით რა მოხდა იქ და შესაბამისად ნიუსები რაც იქ გავრცელდა ესეც ვიცით უკვე ვიცით რომ გადავიდა უკვე მძიმე ზონაში პერეირა მაგრამ კითხვის დროს ჯერ არ იყო ეს ცნობილი ავტორისთვისაც და ჩემთვისაც ამიტომ კითხვა თუ ალექს პერეირა გადავა მძიმე ზონაში იქაც შეძლებს თუ არა ნოკაუტების სერიას შეიძლება შევცვალოთ ასე რომ გადავიდა ვიცით პერეირა მძიმე ზონაში და შეძლებს თუ არა იქ ნოკაუტების სერიას ზოგადად ალექს პერეირას ნოკაუტების სერიის გაგრძელება შეუძლია რა თქმა უნდა გამოუვა თუ არა და მივიღებ თუ არა სერიებს ეს დამოკიდებულია იმ მეტოქეებზე ვისაც მას შეურჩევენ ვიცით რომ ის დროებით კამარზე ხდება სირილ განს. რამდენად არის სირილ განი ასეთი მეტოქე? თან არის, თან არ არის. ანუ ერთის მხრივ სირილ განს ძალიან შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე იბრძვის და ბევრი მიჩვეულია, რომ ჩაკეტვა ბრძოლის და ფინიშების მინიმიზაცია ზოგადად მიწაზე ხდება, მაგრამ ასე არ არის. ფეხზეც შეიძლება, ასე და ამის უნარი სხვათა შორის აქვს სირილ განს, ამის უნარები, რომ ფეხზე იბრძოლოს 5-ვე რაუნდი, ისე რომ საფრთხეც არ იყოს ნოკაუტის. შეუძლია. რამდენად გააკეთე, არ ვამბობ, ასე მოიქცევა აუცილებლად სინივის სილგანი. მაგრამ შეუძლია ეს გააკეთოს. ასე რომ ამ მხრივ შეიძლება აი ვარიანტი არ იყოს სილგანი, რომ ნოკაუტი აიღოს. მაგრამ მეორე მხრივ თუ სილგანი თავადასწავა ისეა თუ თავად ასე ვთქვათ გაჩერა ტაქტიკას აირჩევს რა მოკლედ. თავად თუ შეუტია სილგანმა, თუმცა შეიძლება არ შეუტიოს, მაგრამ თუ შეუტია, იქ შეიძლება ალექს პერეირასგან ნოკაუტი ვიხილოთ. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ გამომდინარე იქიდან რომ თავად სირილ განი არ არის ნოკაუტებზე ორიენტირებული მე ვფიქრობ შეიძლება სირილ განმა მაინც განსაკუთრებით კიკების დისტანციაზე არჩიოს ბრძოლა და ამ კონკრეტულ ბრძოლაში შეიძლება ვერც ვიხილოთ პერეირას ნოკაუტი
თუმცა ზოგადად თუ იმას მეკითხებით, მძიმე წონის ხალხის გათიშვა შეუძლია თუ არა პერეირას, ნამდვილად შეუძლია. ამას თუ მეკითხებით, რა კითხვის არც თუ ეს არის. და ფაქტების მიხედვით ახლა ვისაც მოუწევს ბრძოლები მათ გათიშავს თუ არა, ნუ ეს რთულია ხა ჯერჯერობით ბრძოლა უწევს სირილგანთან და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია სირილგანი რა ტაქტიკას აირჩევს. შეიძლება ვერც გათიშოს და ნუ საერთოდ შეიძლება ხა თუ დაიჭირა ქიქის დისტანციაზე სირილგანმა შეიძლება სულაც მოუგოს პერეირას. მოკლედ ხო, არ ვიცი ხა ამდენად სწორად გავიგეშინა არც სიკითხვის ის არ ვიცი და შესაბამისად ამდენად სწორად გიპასუხეთ არ ვიცი. შემდეგი ბრძოლა რაჟვაშია და კითხვა ვიპრეზი 71-28. კარგი ვიდეოა წარმატებები. მაინტერესებს რა სიტყვი ასაკზე როგორ ხდება რომ მებრძოლები ზოგი 35 წლის ბერდება და ზოგი მაგალითად პერეირა და ბლახოვიჩი ჯერ კიდევ ძალიან მაგარ ფორმაში არიან. კარგი შეკითხვაა სხვათა შორის და მოდი ამ შეკითხვას მე ამ შეკითხვაზე პასუხისას გავცდები MMA-ის და ზოგადად ვიტყვი რომ საერთოდ ეს ძალიან დამოკიდებულია იმ სტილზეც, რა სტილსაც სპორტში, ამა თუ იმ სპორტში მისდევს ატლეტი. აი მაგალითად გეტყვით, ფეხბურთზე ავიღოთ ყველაზე კარგი და ყველაზე მასიური და ყველაზე კარგად რაც ვიცით, ფეხბურთი, ხო? მაგალითად ზინედინ ზიდანი, ისეთ ფეხბურთელები რომლებიც არიან ზინედინ ზიდანი და მაგალითად მიხაილ ლაუტრუპი, ისევ თუ გახსოვთ თავის ბოლო, სხვა ორივე ამ ფეხბურთელისთვის მე მგონი ბოლო იყო 2006 წლის სუპერლიგაში. არა, ლაუტრუპისთვის ბოლო იყო 18 მე მგონი. ხო, მოგდა რა მნიშვნელობა. ორივე მათგანი ისე წავიდა, რომ აი შეიძლება ითქვას, რომ პრაიმში იყო. სასწაული ტურნირი ითამაშეს და დაანებეს თავი. ორივე მათგანი უბრალოდ ისეთი სტილით თამაშობდა, რომ მოკლედ თუ შენი სტილისთვის აუცილებელი არის ფიზიკური ამტანობა, გამძლეობა, სისწრაფე განსაკუთრებით, მაშინ ასაკში რაც შედიხარ, უფრო და უფრო ფუჭდება შენი, ვთქვათ, შესაძლებლობები. თუ შენი სტილი არის დაფუძნებული უფრო დაუშვათ იგივე ინტელექტზე და ასე ვთქვათ, ასე ტექნიკურ უნარებზე, მაშინ უფრო მეტი ხანი შეგიძლია, ან მაშინ უფრო გვიან ბერდები როგორც სპორტსმენი. იმიტომ რომ უნარები და IQ ძალიან დიდი ხანი რჩება. ანუ შეიძლება მართლა იბერემდე გაყვეს და ისეთი ფაქტორები როგორც არის ფიზიკური ძალა და უშუალოდ ამტანობა, ტრავმის მიმართ გამძლეობა, ხო ამტანობა მარტო ის არ არის, რომ ასე ვთქვათ, კარდიო, ხო? იქ არის თვითონ სხეულის რამდენად მოგდევს, ხო? უფრო მეტად კონტაქტური თუა, ხო? ფეხბურთის შემთხვევაში MMA-ისიც კონტაქტურია, ნებისმიერ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უფრო მალე, მაგალითად მარკო ვერმარცი ხა დიდი ხანი ვერ ითამაშებდა ფეხბურთს, იმიტომ რომ თავარი ის ქონდა, გაიქეცი რა შეიძლება სწრაფად, ხო? ხა ეს ეგრეთ წოდებული რუსულ სიტუაცია ხარ რევოკ, არ ვიცი ქართულად როგორ ქვია, როგორ ზუსტად ეს როგორ ითარგმნება. ეს ძალიან დამოკიდებულია, აი სასტარტო სიჩქარე, მაგალითად ძალიან დამოკიდებულია ასაკზე, ხო? ხა მაღალ დიდ ასაკში უკვე ისეთი სასტარტო სისწრაფე არ აქვს. თუ შენი, ასე ვთქვათ, პერფორმანსი დამოკიდებულია სასტარტო სისწრაფეზე, სხვა შეიძლება ხა ცუდი მაგალითი მოვიყანე, უკეთესი მაგალითიც მოვიყანე, აი ზიდანი და ესეთ მაღალი ძალიან ისეთი გოუთები მომყავს. მაშინ მეორე ვარიანტშიც გოუთები მოვიყავთ იგივე, აი მაგალითად დიდი ხანი ვერ ითამაშებდა კიჭა. ვერ ითამაშებდა, იმიტომ რომ მისი, კი, რა თქმა უნდა, ტექნიკასთან იმას პრობლემა არ ქონდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რასაც ის იყენებდა, ის არავის ნაკლებად ტექნიკური არ იყო, მაგრამ რასაც ის იყენებდა განსაკუთრებით თავისი, ასე ვთქვათ, კარიერის დროს, მთავარი იარაღად აიჭია, ეს იყო აი აჩქარება, რომელიც დაუჭათ სასტარტო სიჩქარეს კარგი ქონდა და შუაში სკაში უცებ თითქოს გადართოვო რა სიჩქარეშო და აჩქარებას აკეთებდა. ნუ ესეც პლუსი წონის მიდრეკილება ქონდა, ხო, რონალდინიოს წონის კრეფასთან. რა თქმა უნდა, ხა რაც ასაკში მიდიოდა რონალდინიო ეს მოკლედ ხმა ასაკში რონალდინიო ვერ ითამაშებდა. ზიდანი ჩემი აზრით რო წავიდა ჯერ ხო სასწაულ ფორმაში იყო რო წავიდა, მაგრამ მე ვფიქრობ 1-5 წელი კიდე ითამაშებდა, იმიტომ რომ მისი თამაში სულ სხვა რაღაცეებზე იყო დამოკიდებული. ისეთ რაღაცებზე, რაც ადვილად და მალე ასაკთან ერთად არ მიდის. ხო და დაახლოებით იგივე არის აქაც რა, თუ შენი IQ, აი მაგალითად ჩარლზ ოლივეირას, ხო, არაფერი არ ეთყობა ჯერ, ის კი არა, მე ზოგჯერ მგონია რომ ასეთი ძლიერი ოლივეირა არ ყოფილა, იმიტომ რომ ის უნარები, აი საბიშენების უნარები არცად არ ხდება, ეს გრჩება, თუ გახსოვთ, იმაზე ვსაუბრობდით ერთხელ რუდოლფ ბელატომ რომ ენტონი სმიტი რომელიც ბრძოლას ვეღარ იღებდა, თავი რო ჩაუდო გილოტინისთვის, ასე ვთქვა. და მინდია თქვა რომ
სულ 20 წლის მერე გამოიყვანო ენტონი სმითი, ეს ისევ ეცოდინებაო, მართლა ასია. ეს უნარები მოდის და ამას ასაკში სიბრძნეც რო ემატება და გამოსლებას პირიქით ძლიერდებიან კიდეც. მე ვფიქრობ, რომ ზიდანის საუკეთესო პერფორმანსი იყო მის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, საერთოდ 2006 წელს. ისე ფეხბურთზე დაუბრუნდი და ამიტომ ამას გულისხმობ რა გააჩნია რა თუ ეხა ენერგია, სისწრაფე და ეს ტემპი არის შენი ასე ვთქვათ მთავარი იარაღი, რასაც მთავარი ფორმულა შენი წარმატების, რა თქმა უნდა ასაკი უფრო მალე ასე ვთქვათ გაგაფუჭებს. თუ უფრო ინტელექტზია და ესეთ უნარებზია, ხო, დამოკიდებული რომელიც ასაკთან მიმართებაში არ მიდის, მაშინ უფრო დიდი ხანი შეგიძლია იბრძოლო. ეს ერთი ფაქტორი და ნუ MMA-ში კიდე ემატება მას მეორე ფაქტორი ცვეთა. რა თქმა უნდა, რაც უფრო ბევრი ხდება, მით უფრო ცვთები და ნუ ზოგადად MMA-ის და არა მარტო MMA-ის, კომბატ სპორტში, ნუ ეს ფაქტორიც მუშაობს, ცვეთის ფაქტორიც ემატება და ნუ რა თქმა უნდა, ამდენ ბევრი მოხვდა, იმასაც არის დამოკიდებული გარდა იმისა, რომ რამდენი წლის ხარ. არ ვიცი, ამდენად კარგად გაგეცით პასუხი, ცოტა ესეთი კითხვა იყო. ალბათ უფრო მეტი საუბარით შეიძლებოდა, მაგრამ ხო, შემდეგი კითხვა. კითხვას გვისვევს ტატუმ გელაძე, რატომ შეჭამეს ეს ოლივეირა, რა უფრო მაგარი რეზუმე აქვს ვიდრე არ აქვს ვიდრე ხაბიბს? მოდი აბა ნახოთ ხაბიბი, ბარბოსა, გეიჯი, პორიე, დოს სანტოსი, კონორი, всё. ოლივეირა, ფერგიუსონი, ჰოლოვეი, გეიჯი, პორიე, ჩენდლერი, ცარუკიანი, მახაჩევი, თოფურია. ხო, ნუ მესმის, რასაც ამბობს, ანუ ტატუმ გელაძე თulis რომ კარიერულად მართალია იქ ნული აქვს ხაბიბს, მაგრამ ბევრად უფრო რთული მეტოქეები სყოლია ოლივეირას და ნუ თუ ოლივეირა ვინმესთან წააგო, შეიძლება იმათთან ხაბიბსაც წაეგო. თუაჭოს საკმაოდ ისეთია, რა თქმა უნდა შეიძლება ვინმე მიკამათოს ამ საკითხზე და გეკამათოს, მაგრამ ზოგადად თქვენ რასაც ამბობთ, ესეც აბსოლუტურად ლეგიტიმურია და აქვს ამ მოსაზრებას უფლება. ყოველ შემთხვევაში თუ რო შეხედო, რო შეადო ოლივეირა ვის შეხვიდა, მით უმეტეს ვაჭროს ახლა უკვე კითხვა რო დაისვა ჯერ ოლივეირა, ჰოლოვეი არ ყოფილა, მაგრამ როგორ გადაუარა ჰოლოვეის კი ნახეთ ახლა. ოლივეირამ და ახლა ბუნებრივია ახლა მით უმეტეს სიდიადეზე შეიძლება. უბრალოდ რა თქმა უნდა ნული წაგების გრაფაში ზოგადად ყოველთვის ფასობს და ამ ხრივ რა თქმა უნდა ჰაბიბის მხარდამჭერები ყოველთვის გამოიყენებენ ამ ფაქტორს, რომ აი იმას წაგება არ ქონდა, ამას ამდენი წაგება აქვს, რა თქმა უნდა. თუმცა მე თქვენთან ვარ და აბსოლუტურად თვლი რომ ზოგადად მე მაგალითად არ ვამბობ რომ ოლივეირა ხაბიბზე დიდია რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის მე ძალიან ვაფასებ ოლივეირას კარიერას და ამ ხრივ ოლივეირას უფრო ვაფასებ, რომ აი ყველანაირ ცეცხლში შევიდა ეს კაცი და აბსოლუტურად ყველა გამოწვევა მიიღო საბოლოო ჯამში ყოველ შემთხვევაში კარიერულად და ნუ რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია ხო რაღაცა. მეც თქვენი არ იყოს ახლა დიდად ხაბიბზე ყოველ შემთხვევაში უკან მე არ უყურებ ოლივეირას ასე. ქართველებთან მიმართებაში კითხვებზე გადავედით. ირაკლი შეკილაძე გვეკითხება, ლადო გაიხარე, მადლობა ყოველი გადაცემისთვის. ერთი რაც მაინტერესებს, თოკო სვანიძე და ამირან ოევი დედით ქართველი რუსეთში ბრძოლებზე სულ ქართული დროშით გამოდიან. ძალიან კაი იქნება რკენას გასაპიარებლად, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელები აქვთ მაგ ბიჭებს და რომ მოგვეწია სამომავლოდ ვინმე უცხოელებთან საბრძოლველად თუ რა თქმა უნდა ფინანსურად იქნება დაკმაყოფილებული, ასევე ლიანა, გურამი, ზიკოც თუ იბრძოლებენ რკენას, მაგრამ გაუვარდება სახელი საერთაშორისო დონეზე. ხო, ნუ მოდი ეს ორ ნაწილად შეიძლება ეს კითხვა გავყოთ. ერთი, რაც შეეხება ლიანას, გურამს, ზიკოს, აქ აბსოლუტურად გეთანხმები და ზოგადად მე ვიცი რომ რკენაც არ იქნება წინააღმდეგი, თუმცა რა თქმა უნდა თქვენ ამბობთ ფინანსური ისინიც არის ფაქტორებიც იღებენ აქ რაღაც მონაწილეობას ამ გადაწყვეტილებაში. რა თქმა უნდა ეს განიხილება ჩვენც მიგვაჩნია და მეც ვიმაჩნია რომ ეგ დროც მოვა რომ ისეთი ვარსკვლავები გამორჩეული მებრძოლები MMA-ის როგორც არიან ლიანა ჯოჯუა, გურამი, ზიადლაზიშვილი და არა მარტო ისინი, ბევრი სხვა ქართველი უკვე გამოსტილი და სახელიანი მებრძოლი დიდი სიამოვნებით რკენა დაუთმოს მათ გალიას, გაუღებს მათ გალიას და რა თქმა უნდა მე დარწმუნებული რომ ეს დროც მოვა. რაც შეეხება რუსეთში მოასპარეზე მებრძოლებს მე მესმის რომ კი გეთანხმები დანახი მაქვს მე თოკო სვანიძის ბრძოლებიც და ვიცი რომ ქართული დროშით გამოდის, მაგრამ მეორე მხრივ სანამ ესეთი ვითარება გვაქვს რუსეთთან მიმართებაში, მე ვფიქრობ რომ ასეთ მებრძოლებს დიდად რკენასში გამოჩენის შანსი დიდად არ აქვს. კი ბატონო თოკო სვანიძეს ნამდვილად აფრიალებს საქართველოს დროშას, თუმცა იქვე ამბობს რომ
საქართველოს და რუსეთი ჩემთვის ისე როგორც დედა და მამაო. ხო, ამ ვითარებაში ასეთი განცხადებებით ჩემი აზრით კენას გალიაში მებრძოლები არ გამოვლენდნენ, დამიწყებთ ახლა კიდე სპორტი და პოლიტიკა და სპორტი და პოლიტიკა, იმიტომ რომ აქვე ვიტყვი, ეს კითხვა არ არის, მაგრამ გეტყვით, რომ როდის ადამიანი ამბობს, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა და ერთმანეთში არ უნდა აურიოთ, უბრალოდ ეს ადამიანი არის უვიცი. ამაზე შემიძლია ცალკე ვიდეო დავუთმოთ, თუ კითხვას დამისვავთ, კი პასუხებთ, იმიტომ რომ სპორტი პოლიტიკის გარეშე არ არსებულა არასოდეს და სპორტი არის საერთოდ სპორტი რო გაჩნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად გაჩნდა. სპორტი რომ არა პოლიტიკა, სპორტი არ გაჩნდებოდა პირდაპირ ვიტყვით. და საერთოდ ცალკე თემაა კიდე რანაირად არ არის პოლიტიკა, სპორტი და რანაირად გავმიჯდოთ პოლიტიკა და სპორტი, როცა ყველა სპორტულ ღონისძიებაში აფრიალებენ დროშებს, ქვეყნის დროშებს და გერბებს და გერბიც და დროშაც არის პოლიტიკური ატრიბუტებია სხვა შორის, რო იცოდეთ. წმინდა პოლიტიკური. მაშინ უნდა აუგზავნოთ ქვეყნების სახელებით გამოსვლა და გამოვიდნენ, როგორც ხატრობაა და ეს არის მაგათად. ვიღაცა ხატავს პიკასოს დღემდე იყოფენ ფრანგები და ესპანელები ხა. ისინი ამ მომენტში ისინი ჩემიაო, კი ბატონო, ეს ხელოვნებასთან მართლა შეხება არ აქვს პოლიტიკასთან. ხა სპორტთან რანაირად არ აქვს პოლიტიკას, თორსა პოლიტიკა ყველანაირად იმიტომ შექმნა სპორტი, რომ გამოიყენოს. რანაირად უნდა გამომიჯნოთ. შეიძლება გამომიჯნოთ, მაგრამ მაშინ საერთოდ უნდა დაივიწყეთ დროშები, დაივიწყეთ ქვეყნის სახელები და უბრალოდ პიროვნულად ტიპები შეეჯიბრონ ერთმანეთს. მაშინ და ნუ აფრიალებენ ურავის დროშებს. მაგრამ ეს ვიცი რომ არ გაწყობთ და თუ ეს არ გაწყობთ, მაშინ აღიარეთ რომ სპორტი არის პოლიტიკა. ან იქით და ნაკეთ. ორივე არ გამოდის. თან დროშები აფრიალო და თან ქვეყნის სიმნები იმღერო და თან თქვა რომ პოლიტიკა არ არისო, რანაირად. საკუთარ თავს ეწინააღმდეგები. კარგით. ხო, მოკლედ არ ვიცი ტოკოსვანიძეს და ამირანოევს, სხვათა ამირანოევი არ მინახავს და ნახავ რა, მართლა დამაინტერესა მებრძოლმა, თუმცა ერთდროულად რუსეთის დროშა აფრიალო და თან კენაზე გინოდეს გამოსვლა, ასე არ გამოვა. და ვინმე შეიძლება მithოს არ აფრიალებს, მაგრამ ეს ფრიალია, შეიძლება პირდაპირ გაგებით არ აფრიალებს, მაგრამ როცა ამბობ რომ რუსეთის ჩემპიონის და საქართველოს იგივე როგორც დედა და მამაო, ნუ ამ ვითარებაში ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დროშასთან ერთად რუსეთის დროშასაც აფრიალებ. შემდეგი კითხვა ტომიკო 555 გვეკითხება, მოგესალმებით ლადო, რას იტყვით ახლა რომ მოიგებს ლორდ კიფანიძე შეამჩნევენ იმ დიდ არენიდან UFC-ს შანსებს განიხილავთ? ხო, იცი რა, აუცილებლად მე ამაზე სხვა შორის თავიდანვე ვთქვი, როგორც ჩაინიშნა ეს ბრძოლა კენაზე ლორდ კიფანიძესა და ალექს ოლივეირასი. ფიქრობ რომ დაუმარცხებელი მებრძოლი თუ დაამარცხა ლორდ კიფანიძემ ოლივეირა, დაუმარცხებელი მებრძოლი რომელსაც ნული აქვს წაგების გაფაში და დამარცხებული ყავს კაუბოი ოლივეირა, ჩემი აზრით პირდაპირ ხდება UFC-ს რადარზე ხა, რამდენად შედგება მისი დებიუტი, რამდენ ხანში და დაუძახებენ არ დაუძახებენ იქ ხო სხვა ბევრი სხვა დეტალია ხო, კონტრაქტი, ფინანსები ასე შემდეგ. ეს არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირ მოხდება, კიდევ ერთხელ გამოვიდეთ UFC-ს რადარზე. ლორდ კიფანიძე. ნუ რა მოხდება, მე თავად ლორდ კიფანიძესაა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში სწორი კითხვაა, მე მესმის რა კონტექსტში დასვით და აბსოლუტურად გეტა მოყვებით. ჩემი აზრით ძალიან დიდი განაცხადი იქნება და ვფიქრობ რომ მეორე დღიდანვე შეიძლება თუ რა თქმა უნდა დაამარცხა ლორდ კიფანიძე ოლივეირა, მეორე დღიდანვე იქ ვიღაცებმა დაიწყონ საუბარი, ვიღაც ლორდ კიფანიძე არის საქართველოში, რომელმაც კაუბოი დაამარცხაო და თან დაუმარცხებელიაო. შემდეგი კითხვა, ისევ ქართველებზე ვართ, ირაკლი შეკილაძე. კაიხაი ლადო, ძალიან მიხარია რომ ასე რომ აქტიურად წერ ამ ვიდეოებს, ძალიან მაგარია. ერთი კითხვა მაქვს, მძიმე წონის ხალხი ზოგადად არ გვიჭის საქართველოში და იმედია გამოჩნდებიან მძიმე წონის ბიჭები ჩვენთანაც. ახლა ალბათ ყველაზე იოლია მძიმე წონაში მოხვედა UFC-ში. იმდენად არაკონკურენტული წონა გახდა სამწუხაროდ როგორ მეთანხმები. ხო. მეთანხმები ხო ზოგადად მძიმე წონის ბიჭები არ გვიჭირს, მაგრამ ზოგადად რატომღაც მძიმე წონის ხალხში ზოგადად MMA-ში პრობლემაა მძიმე წონაში და არ ვიცი ამის მიზეზებზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. ერთი მიზეზი ჩემი აზრით ის არის რომ რაღაცა ძალიან ცუდად არის შეზღუდული წონა მძიმე წონაში. ახსენეთ რომ ახლა 120 კილოა ზედა ზღვარი. შესაბამისად, თუ ადამიანი არის 120 კილოზე მეტი, ასეთი ადამიანები და ასეთი სპორტსმენები ზოგადად დიდად წონისკდება მათთვის რთულია, მოდი ასე ვთქვათ. ხო, აი მე მაგალითად მომყავს ხოლმე, მაგალითად იგივე ჩვენი ჰალკი, რა თქმა უნდა ის MMA-ს არ მიზნებს, მაგრამ ხვალ რომ დააპიროს MMA-ში გადასვლა, უბრალოდ ვერ იჩხუბებს.
ვერ ჭუებს, იმიტომ რომ ვერ დადებს 120 კილოს ხალხი. სუკუნთოვანი მასაა, რა ვიცი, მე მგონი 150-ზე მეტია ყველა ვარიანტში. არა 150-ზე მეტი ნამდვილად არის და რანაირად დადოს 120 კილო ახლა. თუ განახევდა და ენერგია არ ექნა და დაცუსტა, ვარი ჭუბებს. ამიტომ მე ვფიქრობ ზოგადად რომ ან მძიმე წონის ზედაზღვარია ასაწევი, ან საერთოდ აბსოლუტური წონა არის შემოსაღები. მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც რაც ხდის კრიზისის სულს, მძიმე წონას ეს არის რომ ძალიან შეზღუდულია. არის მებრძოლები, დიდი მებრძოლები, რომლებიც უბრალოდ ვერ დადებენ 120 კილოგრამს, ხო? გასაგებია რომ იქ ყველგან არის ეს წონის შეზღუდვა, მაგრამ ქვემძიმეს თუ ვერ დებ, კი ახვალ ცოტა ზემოთ, ხო, საშუალოს ვერ დებ, ახვალ ზემოთ, გაქვს საშუალება და 120-ზე ზემოთ უკვე აღარ არის საშუალება, იქ აღარ არის დივიზიონები. ყოველ შემთხვევაში UFC-ში ხომ და გახვიდე იქ ფრიკ შოუები რო არის, რომ მართავდნენ ადრე იაპონიაში იქ. ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. ალბათ სხვა მიზეზებიც არის, ეხლა მარტო ამას ალბათ ვერ დავაბრალებ, მაგრამ ზოგადად სერიოზული პრობლემაა მძიმე წონაში. ალბათ ერთ-ერთი პრობლემა ის არის კიდევ რომ ზოგადად ფიზიკურად დიდ ადამიანებს და დიდ ათლეტებს ალბათ სხვა, ასე ვთქვათ, საშუალებებიც აქვს თვით რეალიზაციის, ხო? მაგალითად WWE და რაღაც მსგავსი აგეთი შოუებში. არ ვიცი, მოკლედ სხვა შორის ამასაც შემხვდა ესეთი ქართველი მებრძოლი, ქართველი შვილი გვარად, რომელსაც მინდა რომ დავაკვირდე, რაც დრო ვერ მოვძებნე, რომ ჩაუჯდე მის ბრძოლებს, რომელიც არის დაუმარცხებელი და, საკმაოდ კარგი რეკორდი აქვს. ბრძოლები ბევრი არ მინახავს და მინდა ვნახო და არ ვიცი, ამ წუთას სხვა მძიმე წონის ქართველ მებრძოლს აი მე ქართველი შვილის გარდა რაღაც ვერ ვიხსენებ, ისეც რომელზეც შეიძლება და რაღაცა ვთქვათ ამ ხრივ დავკვირვებოდი. დარწმუნებული ვარ, რომ არიან ისინიც, უბრალოდ მე მეტი არ ვიცი და მედია გამოჩნდება კიდე. ყოველ შემთხვევაში ზოგადად მძიმე წონას რასაც უყურებ ზოგადად არის კრიზისი. სხვა ორგანიზაციებსა და დაუკვირდეთ, სხვა შორის ბევრგან არის კრიზისი მძიმე წონაში. დავამთავრეთ ეს ასე ვთქვათ თემაც და გადავედით სპორტის სხვა სახეობებზე. გიორგი ფაქიძე მეკითხება, კაი კაცალამი, პირველ რიგში დიდი მადლობა ამ კონტენტისთვის, მიმართივებ ვარჯიშს, გზავრობას, მოკლედ ყოველთვის ასე უნდა თქვენი მოხსენოთ. ძალიან დიდი მადლობა. კითხვა მაქვს ფეხბურთთან დაკავშირებით. მაინტერესებს თუ გახსენდებათ ისტორიაში იამალის ნაირი ტალანტი, მისი ასაკის მატჩების გავლენის, ციფრების და ტიტულების გათვალისწინებით. ხო, ბევრი არ გვახსენდება, უბრალოდ ბევრი კი არა, მე პირადად მე რასაც უყურებდი იმ პერიოდში, როცა მე აქტიურად უყურებდი ფეხბურთს ბევრი არ ყოფილა, ბევრი კი არა, ასეთ ტალანტს ვერც ვიხსენებ. ნუ ზოგადად მოდი ვთქვათ უფრო მატჩებზე გავლენაზე, მის ასაკში და ასე ვთქვათ ციფრებზე და ასე შემდეგ. ტიტულებს თავი დავანებოთ, იმიტომ ტიტულების შედარება ცოტა არასწორია, იმიტომ რომ დღეს თანამედროვე ეპოქაში უფრო ჯერ მეტი საშუალებაც არის, მეტი ტიტულიც არის, რომელიც ხელმისაწვდომია და ასე რომ ეს შედარება ცოტა არასწორი იქნება. მაგრამ მესმის ასაც კითხულობთ ამ კითხვის არც გავიგე და მოყვებით მანდ, იმიტომ ძალიან ცოტა კი არა, მე არ მახსენდა. მარადონა იყო, ისიც კი წარმოვიდგინეთ 78 სოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. ნუ ამასაც ჰქონდა ალბათ მიზეზი, ხო, მიუხედავად იმისა, რომ თავის ასაკში და ახალგაზრდულში ხაზავდა, მაგრამ ნუ დიდებში ეტყობა ხლათ ისე ვერ ხედავდნენ. მაშინ როცა იამალი ჩვეულებრივ რო უყურებ თამაშს და რო არ ვიცოდე იამალის ასაკი, ახლა კი არა 16 წლის რო იყო, მაშინ დელს გეუნდებით ჯერ კიდევ. აი ვერც წარმოვიდგენდი, რომ აი აბსოლუტურად დაღვინებული და აი ყველანაირად გამართული სრულყოფილი ფეხბურთელი თამაშობდა. მართლა ძალიან უცნაური იყო რა. და მე ვიტყოდი, რომ ასეთი არ ყოფილა თქო. კიდევ ერთხელ მე რო უყურებდი, მართლა არ ყოფილა. უბრალოდ მე მახსენდება ეს მე სანამ დავიწყებდი უყურებას, მანამდე იყო ეს ფეხბურთელი, მაგრამ ვიცი რა გააკეთა მაგალითად პელემ. და ალბათ აი პელეზე შეიძლება ვისაუბროთ, რომ ის ნამდვილად იყო შეასწავლე პირველ სოფლიო ჩემპიონატში პელე იყო 17 წლის. როცა სასწაულებს აკეთებდა და თან აქ თავარი ის კი არა რას აკეთებდა პელე, აი თამაშზე გავლენას კი არა, ფეხბურთზე გავლენა იყო იქ პელემ რაც გააკეთა. პელე რასაც აკეთებდა, აი მაგათ იგივე შვედეთთან ფინალში როგორი გოლები გააკეთა თავზე რო უდებს და რაღაცა. მსგავს რაღაცებს არსებობს ჰაილაითები და მომენტები ფეხბურთების იქამდეც 58 წელს იყო ეგ. და აი 58 წლამდე 30 წლებიდან მოყოლებული რაღაცა ისინი არის ჩანაწერები და ბევრი არ არის, მაგრამ არის. აი თუ დააკვირდებით, იქ ფეხბურთს მანამდე სხვანაირად თამაშობდნენ. ანუ რასაც პელე აკეთებდა, იქამდე ფეხბურთში ესეთ რამეები თუ შეიძლებოდა გაკეთებული, ყველას ეს არც
მემჩება საბრძოლო ვერც წარმოედგინათ. და ასე რომ კიდევ ერთხელ მე მგონი გავეცი ამ პასუხი კითხვა ძალიან კარგი იყო და მეც ახლა რო უყურებ ჩემი თანამედროვე ფეხბურთელები მე ბავშვობიდან რასაც უყურებდი მართლა ასეთ ტალანტი არ მინახავს მაგრამ აი რო გადავხედოთ უფრო ადრე აი პელემ რაც გააკეთა ნუ როგორც მინიმუმ არანაკლები იყო მაშინაც პელე რო გამოჩნდა იამალიზე იმიტომ რომ იამალი თუ აკეთებს იმეებს რასაც აკეთებენ უკვე დასული უმაღლესი დონის ვარსკვლავები პელემ ახალი თამასა აწიას პელემ გააკეთა ისეთი რაღაცები რასაც იქამდე ვარსკვლავები არც იცოდნენ რომ ეს გაკეთება ამის გაკეთება შეიძლება და ყველა შემდგომი ანუ ფეხბურთიდან ავითარა უბრალოდ პელემ თუმცა იამალზე გეთანხმებით რაღაცა სწავლია მართლა სხვა სპორტში მეტი არა გვაქვს ჩემთან მიმართებაში მაქვს ორი კითხვა პირველი კითხვა ლადო სალამი მეკითხება ვახო ნაკაშიძე ლადო სალამის სამაგიდო თამაშები თუ გიყვარს მაინტერესებს არ გულისხმობ აზარტულ ფულზე სათამაშო თამაშებს გვინდა რომ ჩვენ არხზე დავგპატიჟოთ რამე სახალისო ინტელექტუალურ თამაშის სათამაშოდ მადლობა ჯერ სუმო რო შემოყვარე და შემდეგ MMA დიდი მადლობა ასეთ სიტყვებისთვის ხო სამაგიდო თამაშები არ ვიცი რას გულისხმობ ზოგადად ხო ალბათ მიყვარს უბრალოდ არ ვიცი თანამედროვე სამაგიდო თამაშები რომელს გულისხმობთ არ ვიცი ზოგადად აზარტული სვარ და საერთოდ თამაშები მიყვარს. არ ვიცი სამდე პატიჟებით სიმართლე რო გითხრათ, ეგეც არ ვიცი, მაგრამ დიდი მადლობა ყოველ შემთხვევაში. თამაშები ასეთი მიყვარს. და ბოლო შეკითხვა, ესეც რომელიც ასევე მემეხება, გრიგოლი მარდალეიშვილი. მეცაც გეტყვი ბატონო ლადო, მაინტერესებს როდის შეგიყვარეთ MMA. ო, MMA-ის შეყვარება ჩემი არის ძალიან საინტერესო შემთხვევით მოხდა. მოკლედ სუმოს უყურებდი ინტენსიურად, მაშინ არ იყო YouTube, პირდაპირ ვერ უყურებდი, უბრალოდ რომ ტორენტ საიტებზე ვიწერდი სუმოს მებს და ვიწერდი როგორც search-ში წერდი სუმო სიტყვას ან რაღაც ესეც და ეძებდი მე ახალ ფაილებს და ვიწერდი, ხაჩავდი ასე. ხო და რამდენჯერმე სუმო რო ჩავწერე, ჩამომიგდო უცებ რაღაც უცნაური სპორტის სახეობა, სადაც სხვადასხვა სტილის მოყვარული, კომბატ სპორტის მოყვარული ტიპები გამოდიოდნენ. მოკლედ ისე მოხდა, რომ MMA-ის ბრძოლები ჩამოვწერე შემთხვევით, რა MMA-ის ივენთები, ძირითადად იაპონურების ხოჭებს პირველ. და სუმოზე წამოვიდა, იმიტომ რომ სუმოს ბრძოლებიც გამოდიოდნენ MMA-ში და ისე მოხდა, რომ შემთხვევით უყურე და ნუ დიდად თავიდან არ მიზიდავდა, სხვადასხვა თან ნანახიც ჰქონდა, ისიც ნანახი ჰქონდა UFC-ის პირველი ივენთები, ხო ის გრეიცის დროინდელი. უბრალოდ ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ ასეთ პრაიდის ჩამოვწერე შემთხვევით და ნახე ანტონიო როდრიგო ნოგეირამ როგორ ასაბმითებდა თავისი ბევრად დიდ მონსტრებს. თან რაღაც სამკუთხედები და ანბარები მიყვარს და ზუსტად სამკუთხედები და ანბარები დაასაბმითა მაშინ. ერთი იყო თქო მახსოვს ძალიან კარგად სემი შილდი უზარმაზარი ტიპი რომელიც გაფსკვანჩა ანბარით სამკუთხედით ბოდიში დააძინა თუ სწორად მახსოვს სამკუთხედით ნოგეირამ და ნუ თან კარგად დავინახე რასაც აკეთებდა ეს ილეთებს MMA-ის გრეპლინგმა შემაყვარა MMA და ნუ მე ჩაუჯექი მიყვა და ნუ მოვიდით აქამდე. ეს იყო სულ პრინციპში მოვჩით მეცაც გეტყვით მეორედ სრულად ამ სამნაწილიან ვიდეოს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ კითხვებისთვის. იმედია კარგად გავეცი და ისე როგორც თქვენც კმაყოფილები ხართ ჩემი პასუხებით თქვენს კითხვებზე. დაახლოებით ერთ კვირაში ალბათ ახალი, ასე ვთქვათ, ციკლი იქნება ჩემგან თქვენთვის დადებული, მეცაც გეტყვით მესამე, არ ვიცი, ამდენი ნაწილი იქნება, ჯერ რა თქმა უნდა არ ვიცი იმის კითხვები. გამოგზავნეთ ისევ კითხვები, სტანდარტულად როგორც ვაკეთებდით აქამდე. ერთი მინდა გითხრათ, შეიძლება კითხვები იყოს რკინაზე, რკინასთან დაკავშირებული, უბრალოდ შემდეგი ჩემი ვიდეო დაიდება უკვე რკინას შემდეგ. ანუ რკინა უკვე შემდგარი იქნება რკინა 2. შესაბამისად ისეთ კითხვებს ნუ დამისვამთ, რომლებიც აუცილებლად რკინამდე უნდა გაგცეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამეორებ, ჩემი შემდეგი ვიდეო, შემდეგი მეცაც გეტყვით, იქნება უკვე რკინას შემდეგ. შესაბამისად ისეთ კითხვებს აზრი არ აქვს და სხვაც რომელზეც პასუხს გასცემს თავად რკინა, უკვე ჩემგან ალბათ საინტერესო არ იქნება, მიხვდით ალბათ რაც გულისხმობ. დღეისათვის კი ეს იყო გემშვიდობებით, რა თქმა უნდა, შემდეგ მეცად გეტყვი ფორმატის ვიდეოები და სტანდარტული ვიდეოები იქნება ჩემგან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ კითხვებისთვის და გავაგრძელოთ. მეცად გეტყვით, მეორედ მეცად გეტყვით დასრულდა, კარგად ბრძანდებოდეთ, იყავით ჯანზე.